ამ ვიდეოში ვისაუბროთ ხარისხებზე და მის თვისებებზე. დავიწყოთ მარტივი განსაზღვრებით, თუ რა არის ხარისხი. ნატურალურ ხარისხზე ვისაუბრებთ ამ შემთხვევაში მხოლოდ მეძე არაფერზე პრინციპში და მის თვისებებზე. რა არის ხარისხი, ხო? როგორი ჩაიწერება, ჯერ მოდი ვნახოთ და მე საერთოდ რას ნიშნავს რაღაცა კონკრეტული რიცხვი, რაღაც კონკრეტულ ხარისხში. აი მაგალითად, ზოგადი სახე რო ჩავწეროთ A ხარისხად B. ხო თქვათ, A-ს ვეძახით ჩვენ ფუძეს, ესაა ფუძე და B ეს არის ხარისხი. ხო, აი ზედა მარჯვენა კუთხეში მცირე შრიფტით უფრო, ანუ მცირე მასშტაბით გვეწერია ხოლმე ხარისხი, ხო? და განსაზღვრება ეგეთია, რომ ხარისხი გვიჩვენებს ფუძე რამდენჯერ უნდა გამრავლდეს თავის თავზე. ხო? ჩვენ მათემატიკაში აქამდე გვაქვს ქონდა ეგეთი ოპერაცია, აი მაგალითად თუ გვინდა 7 დავუმატოთ 5ჯერ, ანუ 7 თავის თავს დავუმატოთ 5ჯერ, ანუ 7 + 7 + 7 + 7 + 7. აი ეს ოპერაცია, დაწყებით კლასებში უკვე ვიცით, რომ ეს არის გამრავლება იგივე, ხო? ანუ 7 5ჯერ აღებული, ხო? ანუ 7 გამრავლებული 5 ეს არის 7 + 7 ესე 5ჯერ, ხო? და იგივე რაღაცა შინაარსი აქვს თითქოს, ხო? ანუ 7 ეხლა გვინდა რომ 5ჯერ გავამრავლოთ თავის თავზე, ხო? ანუ ზემოთ თუ ვუმატებით, ეხლა უნდა გავამრავლოთ და ამას უკვე ჩავწერთ 7, ისევ ნახეთ 7-იან, ნახეთ 7-იანს და 5-იანს ვიყენებთ, ოღონდ ამჯერად 7-იანი და 5-იანს აი აქ ვუწერთ, ხო? ეს არის ფუნდამენტური განსხვავება აი ამ ორ რაღაცა ქმედებას შორის, ხო? ხარისხი გვიჩვენებს რამდენჯერ უნდა გამრავლდეს თავის თავზე და ნამრავლი გვიჩვენებს რამდენჯერ უნდა დაიმატოს თავის თავს, ხო? აი აქ ასე მე მგონია რომ უფრო მარტივი შეიძლება იყოს ხარისხის ნიშნულობის, ანუ ხარისხის აზრის დამახსოვრება, ხო? ანუ გასაგებია რომ აი აქ ჩვენ B გვიჩვენებს რიცხვი რამდენჯერ უნდა გამრავლდეს თავის თავზე. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი თქვათ 5-ის კვადრატი, ეს არის 5 ჯერ 5 და არის 25, ხო? რაღაცა 7-ის კუბი, ეს არის კუბს ვეძახით, ხო? ანუ მეორე ხარისხს ვეძახით კვადრატს, მესამეს კუბს, მეოთხე, მეხუთე, ნუ მერე უკვე სახელები აღარ გვაქვს, ხო? ნუ ჩვენთვის ცნობილი არა. ნუ ყოველ შემთხვევაში არ გვჭირდება არაფერში. კუბი და კვადრატიც, ნუ შეგვიძლია თქვათ 5 ხარისხად 2, 7 ხარისხად 3 და ასე შემდეგ, ხო? 7 მესამე ხარისხში, ანუ 7 კუბში, ეს არის 7ჯერ 7, ხო? ანუ აი 3 ცალი 7-იანი უნდა გქონდეს. და ნუ აუცილებლად, ხო, აი ამას ყოველთვის ვიმეორებ ხოლმე. როცა გვაქვს ხარისხზე, როცა ვსაუბრობთ ხარისხი, იქ ავტომატურად უნდა გამოვრიცხოთ მიმატება და გამოკლება, ხო? ეს მოქმედების ეს ჯგუფი, ხო? ხარისხი უნდა ასოცირდებოდეს გამრავლებასთან, ხო? ნუ თუნდაც გაყოფასთან, იმიტომ რომ ესე რაღაც ერთ და იგივე ბუნების შეიძლება ჩაითვალოს, ხო, მოქმედებები. ამიტომ თქვენ თუ ხარისხს და ხარისხსა და გამრავლებას შორის ასოციაციას გააკეთებთ, ხო, ანუ ერთზე მეორე გაგახსენდებათ, მაშინ უგასაღებად მარტივი იქნება დამახსოვრება ხარისხების, ხო, და კიდევ რაღაცა ბევრი ხარისხის თვისების. ეს გასაგებია, ხო, რას გვიჩვენებს ხარისხი. ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ გვაქვს შედარებით დიდი გამოსახულებები, რომლის დათვლაც ასე პირდაპირ გამორიცხულია, ხო? აი მაგალითად 3-ის მეხუთე ხარისხი გამრავლებული, ნუ თქვათ რაღაცა 4-ის მეხუთე ხარისხზე გამრავლებული 7-ის მეხუთე ხარისხზე, ხო? თქვათ აი ესეთი რაღაცა გვინდა რომ დავითვალოთ, ხო? ნუ ეს ახლა 3-ის მეხუთე ხარისხში აყვანა, 4-ის მეხუთე ხარისხში აყვანა და 7-ის მეხუთე ხარისხში აყვანა და მე კიდე გადამრავლება, ხო? ხელით შეუძლებელი არ არის, მაგრამ ნუ ძალიან დიდ დროს წაიღებს, ხო? კარგი იქნებოდა რომ ეს რაღაცა მარტივად შეგვძლებოდა ჩაწერა, თუნდაც რაღაცა რიცხვი ხარისხად რაღაცა, ხო? ესეთი ვარიანტი რა ქონოდა და ესეთი რაღაც შესაძლებელია მართლა და აი რომ დავწუნდეთ, მოდი მარტივი მაგალითი განვიხილოთ, შე თქვათ 2-ის კუბი გვინდა გავამრავლოთ 2-ის
კვადრატზე, ხო? და ეს გაშლილი ფორმით ჩავწეროთ. ნუ მოდი შევთანხმდეთ, რომ შევამჩნიეთ უკვე, რომ ერთნაირი ფუძეები გვაქვს, ხო? ორები გვაქვს ორივე. მოდი ეს ასე ჩავწეროთ. 2-ის კუბი ჩავწეროთ როგორც 2-ჯერ 2. და ეს გავამრავლოთ, მოდი აი ესე შავი გამრავლება დავწეროთ, ხო? აი ეს გამრავლება გადმოვიტანეთ და გავამრავლოთ ახლა 2-ის კვადრატზე, ანუ 2-ჯერ 2-ზე, ხო? ხარისხის განმარტებიდან გამომდინარე, აი აქ რა გვიწერია ჩვენ? 2-იანი თავის თავზე ბრალდება 5-ჯერ, ხო? ანუ ეს ყოფილა 2 ხარისხად 5. ახლა როგორ დავაკავშიროთ 2-ის კუბი და გამრავლებული 2-ის კვადრატზე და 2 ხარისხად 5, ხო? თუ დავაკვირდებით 2-ის კუბი გამრავლებული 2-ის კვადრატზე და თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად კიდე არაერთი ვარიანტი გააკეთოთ, ხო? არაერთი მაგალითი. ყოველთვის იგივე რაღაცას შეამჩნევთ, რომ თურმე ერთნაირი ფუძიანი ერთნაირი ფუძეების შემთხვევაში, როცა გამრავლებაზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ როცა მრავლდება ერთნაირი ფუძიანი გამოსახულებები, მაშინ ფუძე გადადის და ხარისხის მაჩვენებლები, ნუ ეჩანს, ხო? შეიკრიბა და ისე გახდა 5. 3 + 2 ხარისხში უდრის 2 ხარისხად 5. მოდი აი აქეთ ჩამოვწეროთ, ეს დავშალოთ. ანუ მოდი ეს დავტოვოთ და ფორმულები ჩამოვაყალიბოთ, ხო? ესე იგი, პირველი, აი, ლურჯად გავაკეთოთ. ესე იგი, თურმე ახარისხად b მოდეში გამრავლებული ახარისხად b გავამრავლოთ ახარისხად c-ზე, ესე იგი, დავაკვირდეთ, ხო? ერთნაირი ფუძეები განსხვავებული ხარისხები ყოფია, თურმე a ფუძე გადადის ხარისხად b-ს + c. ეს ერთი მნიშვნელოვანი ფორმულა. მოდი ახლა გაყოფაზე ვისაუბროთ, იგივე შემთხვევა განვიხილოთ, როცა ერთნაირი ფუძეები გვაქვს. მაგალითად, 10-ის მესამე გაყოფილი 10-ის თან, აი, იყოს 10-ის მეოთხე გაყოფილი 10-ის მეორეს და ნახოთ რას უდრის. მოდი გაყოფა სიმარტივისთვის წილადის სახით ჩავწეროთ. ესე იგი, 10-ის მეოთხე გაყოფილი 10-ის მეორეზე, გაყოფის ხაზი და წილადის ხაზი და გაყოფა აბსოლუტურად ერთ და იგივე რაღაც, რო ამაზე ბევრჯერ ვისაუბრია. 10-ის მეოთხე გაყოფილი 10-ის მეორეზე, ხო? გავშალოთ, მოდი ისევ. 10-ის მეოთხე ეს არის 10 გამრავლებული თავის თავზე 4-ჯერ და 10-ის მეორე არის თავის თავზე გამრავლებული 2-ჯერ, ხო? ჩვენ ვიცით წილადის უმთავრესი თვისება, ჩვენ შეგვიძლია ზემოთ, ქვემოთ ერთ და იგივე რიცხვზე გავყოთ, მაგალითად 10-ებზე, ანუ შევკვეცოთ, ხო? კიდევ 10-ებზე და დაგვრჩა 10-ჯერ 10, 10-ჯერ 10, ნუ შეფარდებული ერთთან 10-ჯერ 10 და ეს რა არის? ხარისხის განსაზღვრებიდან გამომდინარე. ეს არის 10-ის კვადრატი, ხო? ანუ რამდენი 10-ის მრავლდება თავის თავზე. თურმე ეს ყოფილა 10-ის კვადრატი, ხო? მოდი ერთი მაგალითით დავკმაყოფილდეთ და ნუ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ სხვა ყველა ვარიანტს მოერგება. თურმე რა გამოვიდა, ხო? თურმე ამ შემთხვევაში ხარისხები ერთმანეთს და ლოგიკური ციკლი, ხო? გამრავლების დროს ხარისხები შეიკრიბა, გაყოფის დროს ხარისხები უნდა გამოვაკლდეს და დავწეროთ მეორე ფორმულა. ახარისხად b გაყოფილი ახარისხად c-ზე ყოფილა ახარისხად, დაინახეთ. 10-ის მეოთხე გაყოფილი 10-ის მეორეზე არის 10 ფუძე გადადის ისევ და ხარისხები უკვე აკლდება, ხო? 10-ის ახარისხად ამ შემთხვევაში b-ს - c. ეს ორი ფორმულა უკვე გავაგრძელოთ მუშაობა. მოკლედ ახლა განვიხილოთ ესეთი შემთხვევა, როცა უკვე ხარისხები გვაქვს ერთნაირი, აი მაგალითად 10-ის მეხუთე ხარისხი გავყოთ, თქვათ 5-ის მეხუთე ხარისხზე. ეს რას უდრის ნახოთ. მოდი ისევ ანალოგიურად 10-ის მეხუთე 5-ის მეხუთე და ეს გავშალოთ, ხო? 10-ჯერ 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 10 5-ები, ხო? აქაც 5 ცალი და რა მოხდება ახლა? 5 და 10 და ზემოთ 2-ები რჩება, ხო? 2 2
2 და 2. და რა მივიღეთ? 2-ჯერ 2 და ეს რა არის? ეს არის 2 ხარისხად 5. და რას ვამჩნევთ აქ? ხარისხის მაჩვენებელი უცვლელი რჩება, ხოლო ფუძეები ჩვეულებრივად გაიყოფა, ხო? 10 გაყოფილი 5-ზე მივიღეთ 2. ესე იგი, მოდი დავწეროთ აქ. პირველი, მეორე, მესამე ფორმულა, ხო? არის რა? a ხარისხად b გაყოფილი, ესე ცოტა მესავწერ გავუგებროთ, მაგრამ რა შავს. c ხარისხად b-ზე, ესე იგი ფუძეები განსხვავებული ხარისხები. ერთი და იგივე ეს არის a გაყოფილი b-ზე. ანუ ბოდიში c-ზე, c-ზე გაიყოფა და ხარისხის მაჩვენებელი გადადის. აი, ერთი მნიშვნელოვანი რაღაც, რაც უნდა შეამჩნიოთ, ხო, სიმარტივისთვის. ერთნაირები გადადის, ერთნაირები გადადის, ერთნაირები გადადის. ხო, სამივე შემთხვევაში ერთნაირი რაცა ის გადადის, ხო? აქ ფუძეები, აქ ხარისხები, ხო? აი, მეოთხე შემთხვევაშიც ასეთ იგივე სიტუაცია გვექნება. ნუ გამრავლების დროს, ხო, თქვენ თვითონ შეგიძლიათ უკვე ნახოთ გამრავლების დროს უკვე მივიღებთ ესეთ ფორმულას a ხარისხად b გამრავლებული c ხარისხად b-ზე უდრის ac, ანუ a გამრავლებული c-ზე ხარისხად b, ხო? ანუ ფუძეები მრავლდება და ანუ ხარისხი გადადის. ესე ძალიან მარტივი. კიდევ გვაქვს ჩვენ ხარისხის თვისებები, აი მაგალითად ახარისხებას რო ვეძახით, ხო? 5 კვადრატში და კიდე კვადრატში. ხო? აბა ვნახოთ. 5 კვადრატში რა არის? 5-ჯერ 5. ჭხილებში ჩავსვათ, მოდი და ეს კიდე აი, მოდი წამით სხვა ფერში იყოს, ხო? კიდე კვადრატში, აი ამ კვადრატში უკვე ავიყვანეთ და 5-ჯერ 5-ად ჩავწერეთ და კიდე მეორე ხარისხში, ხო? რას ნიშნავს კვადრატი? აი ეს ამ ჭხილების დანიშნულება ხო იცაა, რომ ერთ მთლიანობა დაქციოს. ეს გამოსახულება, ხო? ესე იგი 5-ჯერ 5 კვადრატში ნიშნავს, რომ 5-ჯერ 5 თავის თავზე უნდა გამრავლდეს, ხო? ანუ ხარისხი ხო გვეუბნება, რომ რაც აყვავს ამ ხარისხში თავის თავზე გავამრავლოთ. ამ შემთხვევაში 5-ჯერ 5 ერთი მთლიანობაა და გვექნება 5-ჯერ 5 გამრავლებული თავის თავზე, ანუ 5-ჯერ 5. აი თუ უნდა ჭხილები გამოვიყენოთ, ხო? ესე 5-ჯერ 5 5-ჯერ 5-ზე. ნუ ეს ჭხილები აქ ტყუილად არის, ხო? ჩვენ შეგვიძლია მოვაძროთ საერთოდ და გვექნება 5-ჯერ 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 5 და ნუ ხარისხი თვისებით ეს არის 5 ხარისხად 4. ხო? ცოტა ცუდი მაგალითი მოვიყვანე, იმიტომ რომ აი ეხლა და როგორ მივიღეთ, ხო, ეს 4 ეხლა 2-ჯერ 2-იც 4-ია და 2 + 2-იც 4-ია, ხო? ამიტომ რომ დავრწმუნდეთ, რომელი უნდა იყოს და რადგან აი აქ მიმატება იყო, ალბათ აქ გამრავლება უნდა იყოს, ხო? თუმცა მოდი გადავაკეთოთ აი აქ 3-ად, ხო? მაშინ იქნება 5-ჯერ 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 5, ხო? ანუ 3-ჯერ 5, ანუ 5-ჯერ 5 3-ჯერ აღებული, ხო? ნუ მთლიანობაში გამოვიდა 5 ხარისხად 1, 2, 3, 4, 5, 6, 5 ხარისხად 6 და ეხლა გასაგებია, ხო? აი აქ უნდა დამეწერა 3, აქაც 3-იანი. ახარისხების დროს ხარისხები, აი 2 და 3-ით როგორ მივიღეთ 6? ერთადერთი ვარიანტია, ხო? უნდა გამრავლდეს. დავწეროთ, ესე იგი, ახარისხად b და ხარისხად c, ეს არის ახარისხად bc, ხო, ანუ b და c-ს დამრავლი, ეს იყო მეხუთე. ეს 5 უმნიშვნელოვანესი ფორმულა და კიდევ რა გვაქვს? ხო, ამ ეტაპზე პრინციპში ამით შემოვიფარგლოთ და ნუ კიდევ ახსენოთ რა. a ხარისხად 1 ყოველთვის არის a, ანუ ნებისმიერი რიცხვი ერთ ხარისხში არის იგივე, ანუ მაგალითად 100 კვადრატში, ბოდიში 100 ერთ ხარისხში 100-ია, 999 ერთ ხარისხში 999-ია და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება, მოდი ესე დავწეროთ, ეს მე-6 იყო, ხო? მე-6 არის მე-6 არის a ხარისხად 1 არის ყოველთვის a და მე-7 a ხარისხად 0 არის ყოველთვის 1. ნებისმიერი რიცხვი 0 ხარისხში არის 1-ის ტოლი, ხო? აი მაგალითად 100 0 ხარისხში 1-ია, ისე, ხო, 999 0 ხარისხში 1-ია და 0 ხარისხში არის
1. ანუ ხო. ეს თვისებები, რაც უნდა ვიცოდეთ. ხო? ნუ შემდეგ ვიდეოში უკვე განვიხილოთ ამოცანები ამ კონკრეტულ თვისებებიდან, ამ კონკრეტულ თვისებებთან დაკავშირებით.